დღევანდელ გადაცემაში კავკასიის მედიცინის ცენტრის მმართველებთან უფრო დეტალურად ვისაუბრებთ და გავეცნობით ამ დაწესებულების სერვისებს, ხარისხის სტანდარტებს და სამედიცინო გუნდს, რისთვისაც დღეს ჯანდაცვის სტანდარტში უმასპინძლობთ. სოფო ასპანიძეს, კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი არის ჩვენთან ერთად, ასევე გრიგოლ ხურციძე, კავკასიის მედიცინის ცენტრის კლინიკური აღმასრულებელი დირექტორი, სულხან ლომინაძე შემოგვერთ და კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორის მოადგილე სამედიცინო მიმართულებით და ასევე კახა ოზაშვილი, CMC-ის დირექტორის მოადგილე ბიზნესის განვითარების მიმართულებით უმასპინძლობთ დღეს ჯანდაცვის სტანდარტში. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ჩვენთვის პატივია დღეს გიმასპინძლოთ ჩვენ სტუდიაში. გვექნება საუბარი თქვენი ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი დაწესებულების ქვეყანაში დღევანდელი სტატუსისა და მისი განვითარების გეგმების შესახებ, მაგრამ ნება მიბოძეთ დავიწყო ჩემი პირველი კითხვა თქვენთან ჯერ მადლობით. მადლობა გადაგიხადოთ იმის გამო, რომ თქვენმა გუნდმა 17 მარტის ღამე ესე მართა ჩვენთვის ყველასთვის, მთელი ქვეყნისთვის საპატივცემულო ადამიანის ჯანმრთელობა, ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის ყველასთვის მძიმე და განსაკუთრებით დარწმუნებული ვარ, მძიმე იყო ეს თქვენთვის. მადლობა BMG-ის გუნდის სახელით, ნინის და ჩემი სახელით და ასევე მე მაქვს უფლება რომ ასევე სამედიცინო საზოგადოების სახელით ვისაუბრო და მადლობა გადაგიხადოთ ყველაფერი იმისთვის, რაც თქვენმა გუნდმა იმ დღეს გააკეთეთ. მაგრამ მოგეხსენებათ, მედიცინა ასეთია, ყველა ექიმები ვართ აქ, უმრავლესობა და ვიცით, რასთან გვაქვს სამწუხაროდ საქმე ხოლმე. დიდი მადლობა ყველაფერი ამისთვის და რა შეგიძლიათ, ქალბატონო სოფო, გითხრათ ძალიან მოკლედ, რა თქმა უნდა, ის, რასაც ჩვენი კანონი პაციენტის უფლებების შესახებ გვეუბნება, თუ როგორ იყო გუნდი მომართული და როგორ იმართა ის პროცესი ყველაფერი მისი უწმინდესობის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული 17 მარტს. მოგესალმებით. მიხარია რომ თქვენ სტუდიაში ვარ. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის პირველ რიგში. მადლობა ამ მადლობის დაფიქსირებისთვისაც, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენი გუნდისთვის. ეს იყო ალბათ ჩვენი ჰოსპიტალის ისტორიაში ყველაზე რთული ღამე და დღე. ნამდვილად სიტუაცია იყო და ფაქტობრივად ჩვენ ამას ვაჟღერებდით კიდევაც, იყო კრიტიკული და ამხელა ემოციის ფონზე გუნდს მოუწია ოპერირება, მაგრამ სრული თავდაჯერებით და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ იქ ყველა ადამიანი, ვინც იყო ჩართული და საკმაოდ ესეთი მულტიპროფილური გუნდი იყო პატრიარქის ჯანმრთელობის მართვის საკითხებში ჩართული, იყო ძალიან მობილიზებული. ექიმებს ზოგადად შეუძლიათ ემოციების მართვა, როდესაც დგან ამ პაციენტთან. მე მქონდა ეგ შიში, რომ მაინც აი ამხელა ადამიანის ჯანმრთელობის მართვის მომენტში მაინც არ მომხდარიყო რამე ემოციური ფაქტორი შემოსვა, მაგრამ ეს იყო სრული პროფესიონალიზმის, თავდადების, თავგანწირვის ერთობლიობა, რაც ჩვენ რისი საშუალებაც მოგვეცა და ამის ძალიან ამაყები ვართ და რა თქმა უნდა უდიდესი პასუხისმგებლობა იყო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და რა თქმა უნდა თანაგრძნობა ყველა თითოეულ წევრს კავკასიის მედიცინის ცენტრის გუნდისა და ასევე რა თქმა უნდა მთლიანად ქვეყანას და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. პირველი კითხვა გახლავთ სწორედ ასეთი, რომ თქვენი ცენტრი გახლავთ ერთ-ერთი ასეთი მულტიპროფილური ცენტრი ქვეყანაში, რომელსაც მიმართავს ბევრი პაციენტი, ირჩევს ბევრი პაციენტი. თითქმის მედიცინის უმრავლესი ვიტყოდი, არა ყველა, მაგრამ ძალიან დიდი რაოდენობა სპეციალობების არის წარმოდგენილი ცენტრების სახით კავკასიის მედიცინის ცენტრში და მართვის ამ სისტემაზე რას გვეტყვით თქვენ როგორც ცენტრის დირექტორი, რამდენად ამართლებს ეს სისტემა და ვთქვათ მთლიანად ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის ეს რამდენად გამართლებულია, რომ ამ ტიპის მართვა ჩამოყალიბდეს სრულად ქვეყანაში. მოგახსენებთ
ну თუ დავიწყებთ იმით ჯერ საიდან დაიწყო 2016 წელს კავკასიის მედიცინის ცენტრის დიაგნოსტიკური მხარე გაიხსნა რომელიც საკმაოდ ისეთი მძლავრად იყო თავიდანვე წარმოდგენილი და უკვე 2018 წლიდან მოხდა პირველი სტაციონარული პაციენტის მიღება. ძირითადი კონცეფცია რაც ჰქონდა, თქვენ სწორედ აღნიშნეთ, ეს იყო მედიცინის ჰაბის ჩამოყალიბება და სწორედ ამიტომ ქვეყნის წამყვანი პროფესიონალები, ეს დარგის წამყვანი სპეციალისტების თავმოყრა ლიდერების ესე რომ ვთქვათ, იყო უკვე წინასწარ განზრახული და დაგეგმილი. წლების განმავლობაში ფაქტობრივად მივედით იქამდე, რომ ეს არის მედიცინის ცენტრი, რომელსაც ვეძახით უფრო მეტი ვიდრე ჰოსპიტალი და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? ეს ნიშნავს, რომ ერთ სივრცეში ჩვენ გვაქვს ვეხებით როგორც პრევენციულ ჯანმრთელობას და ვავითარებთ პროფილაქტიკურად ადამიანებისთვის სერვისებს, რომელიც მათ ჯანმრთელობის მონიტორირებას ეხმარებათ, შემდგომ სრულყოფილ დიაგნოსტირებას და თუ მათ სჭირდებათ უკვე სტაციონარულ მკურნალობასაც. ეს არის ერთგვარი ჰოლისტიკური მოდელი, რომელიც ადამიანებს ერთ სივრცეში აძლევთ საშუალებას, რომ მიიღონ სრული სერვისი. მაგრამ რომ არა, ეხლა თქვენ გავლენა ახსენეთ ჯანდაცვის სისტემაზე, რომ არა ალბათ ხარისხობრივი კომპონენტი, ეს მხოლოდ ესეთი გარედან დავინახავდით რაღაც სერვისების სიმრავლეს. დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ და თქვენ იცით რომ 2024 წელს ჩვენ JCI აკრედიტაცია ავიღეთ. კავკასიის მედიცინის ცენტრი ორგანიზაციული მართვის დონეზე იმართება განსხვავებულად, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტული ხარისხობრივი ინდიკატორები არის ჩაშენებული აბსოლუტურად ყველა პროცესში და ეს არ არის მხოლოდ კლინიკური და ხარისხობრივი პროცესები, ხო, ეს არის ადამიანური რესურსების მართვა, მაგალითად საოპერაციო პროცესები და დაახლოებით 120-მდე ინდიკატორი გვაქვს, რომელსაც ჩვენ რეალურად ყოველთვიურად ვადევნებთ თვალყურს და მათი გამომდინარე უკვე უწყვეტი გაუმჯობესების პროცესში ყავს ორგანიზაცია. მედიცინა როგორზე გავწიოთ, ნებისმიერი ორგანიზაცია ვიცით, რომ აი ამ მოდელით იმართება და ამიტომ მივიღეთ აი ეს უნიკალურობა, ქვეყნის წამყვანი პროფესიონალები, ერთ სივრცეში ყველა სერვისი და ხარისხის ძალიან მყარი ბაზა, რომელიც უწყვეტი გაუმჯობესების საშუალებას გვაძლევს. ის რომ კავკასიის მედიცინის ცენტრი ოქროს ხარისხის მფლობელი არის, ამას ბევრი რამ განაპირობებს. სულ ცოტა ხანში მინდა ვისაუბროთ ამ თემებზე უფრო დეტალურად. იქამდე მინდა ჩვენს მაყურებლებს გავუზიაროთ სიუჟეტი, რომელიც უფრო კარგად და კადრებად ყვება იმ სერვისებზე, რომელსაც აერთიანებს ეს ცენტრი. იმიტომ რომ ჩვენც აღვნიშნებთ, რომ კავკასიის მედიცინის ცენტრი დღეს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და თანამედროვე სამედიცინო ჰაბად ჩამოყალიბდა, სადაც პაციენტებს სრულყოფილი და ინტეგრირებული სერვისები ხვდებათ ერთ სივრცეში. კლინიკის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაც სწორედ მულტიდისციპლინური მიდგომა არის, რთულ კლინიკურ შემთხვევებზე გადაწყვეტილებები კონსილიუმის ფორმატში მიიღება, სადაც სხვადასხვა სფეროს ექიმები ერთობლივად მუშაობენ პაციენტის საუკეთესო შედეგისათვის. სწორედ ასეთი გუნდური მუშაობა უზრუნველყოფს ჯამში დიაგნოსტიკის და მკურნალობის სიზუსტეს და ეფექტიანობას. სიუჟეტში, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, ჩაწერილი არის ცენტრის წამყვანი ექიმები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას და ყოველდღიურ პრაქტიკაზე საუბრობენ, თუ როგორ მუშაობს გუნდი, რა მნიშვნელობა აქვს კონსილიუმებს და რას ცვლის ასეთი მიდგომა პაციენტისათვის. სიუჟეტზე იმუშავა ლიკა მეკუთმიშვილმა. დრო და ჯანმრთელობა. ეს ის ორი უკომპრომისო კაპიტალია, რომელზეც ჩვენი ცხოვრების ხარისხი დგას. თანამედროვე აჩქარებულ სამყაროში, როცა საკუთარი თავისთვის სულ უფრო ნაკლები დრო გრჩება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყვავდეს მექსური, რომელსაც სიცოცხლეს უპირობოდ ვამტობთ. სწორედ ამ ფილოსოფიაზე აიგო კავკასიის მედიცინის ცენტრის სამკურნალო დიაგნოსტიკური ჰაბი. როგორც ამბობენ, მიზანი ჯანდაცვის იმ სრულფასოვანი ეკოსისტემის შექმნა იყო, რომელიც სტანდარტულ დამღლელ სამედიცინო რუტინას სრულად გამორიცხავდა. ჩაიფიქრეს და შეასრულეს კიდეც. ყველას და პერსონალურად ჯანმრთელობის ერთგული თანამგზავრი აჩუქეს. შექმნეს სივრცე, სადაც 30-მდე სამედიცინო ცენტრი ერთიანდება და დარგის წამყვანი პროფესიონალები უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით ადამიანების ჯანმრთელობას პრევენციიდან სრულ გამოჯანმრთელებამდე მართავენ.
პაციენტს აქ შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ექიმის კონსულტაცია, სრული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რომელიც მას სჭირდება. ჩვენ ზრუნავთ არა მხოლოდ მკურნალობაზე, არამედ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. პაციენტსა და ექიმს შორის ყალიბდება ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობა, სადაც ექიმი არის არა მხოლოდ მკურნალი, არამედ ჯანმრთელობის მეთვალყურე და ჯანსაღი ცხოვრების მრჩეველი. ცხოვრების ყველა ეტაპზე ჯანმრთელობის თანამგზავრობა უპირველესად პაციენტის დროის დაზოგვასა და მის სიმშვიდეზე სრულით იწყება. სწორედ ამიტომ სამედიცინო ცენტრში ფიზიკური სივრცე სრულად დაუკავშირდა ციფრულ ეკოსისტემას. ონლაინ პლატფორმა My Health CMC Hospital-ს. ახლა უკვე ექიმთან ვიზიტის დაჯავშნაც და საკუთარი სამედიცინო ისტორიის მართვაც ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე ხელის ერთი მარტივი შეხებით არის შესაძლებელი. კლინიკაში მოსულ პაციენტს ხვდება სივრცის კოორდინატორი, რომელიც ეხმარება თვითონ რიგის მართვის სისტემაში გარკვევაში. გარდა ამისა, კლინიკაში მუშაობს ვირტუალური ბილეთის სისტემა, ონლაინ პლატფორმა, რომლის საშუალებითაც პაციენტს შეუძლია ვირტუალური ბილეთის აღების შემდგომ თავად პირად ტელეფონში ნახოს, რომელ კაბინეტშია გადამისამართებული, რომელ სართულზე, თუ რამოდენიმე სერვისი აქვს ერთდროულად დაჯავშნილი, ამ შემთხვევაში ის ხედავს მთლიან გზას. როცა ტექნიკური ბარიერები ქრება ექიმსა და პაციენტს შორის, სრულიად ახალი, პერსონალური ნდობა ყალიბდება. სრულვის. ეს ფილოსოფია კიდევ უფრო შორს მიდის სამედიცინო ცენტრის ველმოს სრულიად განსხვავებულ პაციენტის ცხოვრების სტილზე მორგებულ სივრცეში, სადაც პირადი სერვის მენეჯერისა და ექიმის უშუალო მეთვალყურეობით სტრესისგან თავისუფალ გარემოში ინდივიდუალურად მორგებულ ასაკობრივ ჩეკაპებსა და ჯანმრთელობის სრულ მონიტორინგს გადიხართ. ასეთი დეტალური ერთიანი სურათის დანახვა კი გადამწყვეტია მაშინ, როცა საქმე ისეთ კომპლექსურ სფეროებს ეხება, როგორიც მაგალითად ენდოკრინოლოგია, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებიდან დაწყებული, რთული მეტაბოლური დარღვევებით დასრულებული. იგივე პრინციპით იმართება ყველა კომპლექსური სამედიცინო დარგი. თითოეულ დიაგნოზს აქ მულტიდისციპლინური გუნდი მართავს. სხვადასხვა პროფილის ექიმის ერთობლივი კონსილიუმით დგება მკურნალობის ის ინდივიდუალური გეგმა, რომელიც, როგორც აღნიშნავენ, პაციენტის ცხოვრების ჯანსაღი რიტმის უტყუარი გარანტი ხდება. ნებისმიერი პაციენტი, რომელიც შემოდის ჩვენს კლინიკაში, შესაძლებლობა აქვს მიიღოს სრულფასოვანი ენდოკრინოლოგიური მომსახურება. შეიძლება ჩაუტარდეს ჰორმონალური გამოკვლევა, ლაბორატორიული კვლევები, ასევე რადიოლოგიური კვლევები. ჩვენს კლინიკაში შესაძლებელი არის როგორც კონსერვატიული მკურნალობა, ასევე ქირურგიული მკურნალობა. ხშირად გვჭირდება ჩავრთოთ სხვადასხვა სპეციალობის ექიმები, ეს იქნება კარდიოლოგი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი, რადგან კომპლექსური არის ჩვენი პაციენტების მკურნალობა. გუნდური ინტელექტს სურთ ძლიერი, უახლეს სამედიცინო კვლევებზე დაფუძნებული ტექნოლოგიური ბაზა უმაგრებს. ამის დასტურია კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის მიმართულება, სადაც ურთულესი ჩარევები უახლესი აპარატურის გამოყენებით სრულდება და მათი ვეთქმით ერთ-ერთი მოწინავეა ქვეყნის მასშტაბით. აღსანიშნავია უროლოგიის ცენტრი, სადაც დანერგილი ინოვაციები, ულტრათანამედროვე ფიუჟენ ბიოპსიით დაწყებული, მაღალტექნოლოგიური ქირურგიით დასრულებული სპეციალისტებს, როგორც თავად ამბობენ, უპრეცედენტო უპირატესობას აძლევს. ეს ჯანდაცვის ის სტანდარტია, სადაც ურთულესი დიაგნოსტიკა და ოპერაციები საიუველირო სიზუსტით დროის უმოკლეს მონაკვეთში სრულდება. შეგვიძლია გავაკეთოთ ცისტოსკოპიები ადგილობრივი გაუტკივარებით და საკმაოდ კარგი დიაგნოსტიკა. ასევე ყველა მიმართულება უროლოგიაში ეს არის ონკოლოგია, პროსტატის დაავადებები, შავკენჭოვანი და ასევე სხვა მიმართულებები სრულიად იფარება ჩვენს კლინიკაში. ძალიან ბევრ მიმართულებას ჩვენ გვაქვს ექსკლუზივი. და რაოდენობრივად, ხარისხობრივად ყველაზე მოწინავე ვართ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში. ასეთმა ტექნოლოგიურმა თამასამ და დასავლური გამოცდილების მქონე პროფესიონალებმა კავკასიის მედიცინის ცენტრს, როგორც მისი მესვეურები ყვებიან, რეგიონული ლიდერის სტატუსი ბუნებრივად მოუტანა. რეპუტაციის ეს მანდატი ოფთალმოლოგიის მაგალითზეც კარგად ჩანს. ეს დეპარტამენტი სრულად პასუხისმგებელია მათ შორის ისეთ ურთულეს მიკროქირურგიულ ჩარევებზე, როგორც ამერიკის თვალის ბანკიდან ჩამოტანილი რქოვანას ტრანსპლანტაცია. სწორედ მსგავსმა შესაძლებლობებმა და სოფლიო დონის სტანდარტმა შემოაბრუნა სამედიცინო მიგრაციის ვექტორი და თბილისი უცხოელი პაციენტებისთვისაც ვიზიტულობის ცენტრად აქცია. ჩვენ განყოფილებაში დღეს ფაქტობრივად ხორციელდება სრული ოფთალმოლოგიური დიაგნოსტიკური და ქირურგიული სერვისი, დაწყებული რქოვანის გადანერგვით, დამთავრებული სიალმის ოპერაციებით. ჩვენთან არის ისეთი წამყვანი ტექნოლოგიები დანერგილი, როგორც არის femtoexcimer ლაზერის საშუალებით შორსხედლობის, ახლომხედლობის და ასტიგმატური პრობლემის მოხსნა.
და ასევე ხდება ჭკვიანი ლინზის გადანერგვა, რომლის საშუალებითაც ხდება -25 დიოპტრია ახლომხედლობის მოხსნაც კი. ულტრათანამედროვე აპარატურისა და მულტიდისციპლინური გუნდის ერთობლივი ძალა განსაკუთრებით თვალსაჩინოდ ონკოლოგიაში იგრძნობა. როცა დიაგნოზი რთულია და დრო წამზომზეა ჩართული აქ კომპრომისებს არ ცნობენ. კლინიკის 24 საათიანი უწყვეტი მუშაობის რეჟიმი, უმძიმესი რისკების სწრაფად მართვა და ყველა რგოლის მყისიერი ჩართულობა. ეს ის უწყვეტი ჯაჭვია, რომლითაც ყველაზე მძიმე ბრძოლებს იგებენ და ადამიანებს სიცოცხლის ახალ შანსს ჩუქნიან. ეს ონკოლოგიური სერვისი არ არის მარტო კლინიკური ონკოლოგია, ეს არის ქირურგი, გინეკოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ყველა დარგი, რომელიც არის და ყველა პაციენტი, რომელიც მოდის, ეს რაც სჭირდება ეგრეთ წოდებული მულტიდისციპლინური მიდგომა არის ამ კლინიკაში განვითარებული და ამ სისტემის აწყობამ გამოიწვია ის, რომ ძალიან ბევრი თითქმის უიმედო პაციენტი გადავარჩინეთ. ათასობით გადარჩენილი ისტორიის მიღმა კავკასიის მედიცინის ცენტრი გლობალურ სამედიცინო რუკაზე ქართული მედიცინის მომავალსაც ქმნის. საგანმანათლებლო მასშტაბურობა, უწყვეტი საერთაშორისო კონფერენციები და სამეცნიერო კვლევები ჰაბის ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილია. წამყვანი ექიმები კოლოსალურ შრომას დებენ ახალგაზრდა თაობის აღზრდაში, რომლებიც მსოფლიო კონგრესებზე დღეს ჩვენს ქვეყანას უკვე თავად წარმოადგენენ. ისინი აქტიურად არიან ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში ჩართული, აქტიურად არიან ასევე კლინიკურ კვლევებში ჩართული და რაც ყველაზე სასიხარულო და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ახალგაზრდა რეზიდენტებზე და ექიმებზე მაქვს საუბარი, აქტიურად ღებულობენ მონაწილეობას სხვადასხვა სამეცნიერო პროექტებში, სამეცნიერო კვლევებში. კავკასიის მედიცინის ცენტრი დიდი ხანია გასცდა ლოკალურ ჩარჩოებს და ჯანდაცვის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის JCI ოქროს აკრედიტაციის მფლობელი სტატუსით. როგორც ამბობენ, რეგიონში სრულიად ახალ კულტურას აყალიბებს. მაღალი სამედიცინო ინტელექტის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გულწრფელი ემპათიის სინერგიით მულტიპროფილური ჰოსპიტალი ქმნის რეალობას, სადაც დაავადებასთან მარტო ჭიდილი სრულდება და მედიცინა ადამიანის ცხოვრების ყველაზე საიმედო თანამგზავრი ხდება. სერვისებზე მინდა მეტი ყურადღების გამახვილება და იმ სინქრონიზაციაზე, რომელსაც ეს ცენტრი აერთიანებს და სადაც არის 30-ზე მეტი სერვისი თავმოყრილი ერთ სივრცეში, ხო? როგორ ხდება სწორი მართვა და აი ამ ეფექტის მიღება, რასაც გულისხმობს სინქრონიზაციაში და გუნდრობაში მუშაობა. კახა თქვენ. მოგესალმებით. ძალიან მიხარია, რომ დღეს საშუალება გვეძლევა თქვენთან ერთად ვისაუბროთ კავკასიის მედიცინის ცენტრის მიღწევებზე, მიმდინარე მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმებზე. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, დაგეთანხმებით, მართლაც კომპლექსური არის, კლინიკა სადაც 30-ზე მეტი სამედიცინო ცენტრი ფუნქციონირებს და თითოეული ცენტრი ყოველდღიურად 100-ზე მეტ სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს ჩვენი პაციენტებისთვის. ბუნებრივია, მართლაც შეუძლებელი იქნებოდა მართვა, რომ არ გქონდეს დანერგილი სისტემური მიდგომები კლინიკაში. ჩვენთან მოსულ პაციენტს ხვდება ხარისხის ერთიანი ჩარჩო. მიუხედავად იმისა, რომ თუ რომელ ცენტრს მიმართავს და ეს ცენტრები ბუნებრივია სპეციფიკით მეტნაკლებად განსხვავდება ერთმანეთისგან, ხარისხის ჩარჩო მაინც ერთიანი ხვდება პაციენტს და თანაბრად მაღალი ხარისხის მომსახურებას ვთავაზობთ ჩვენს პაციენტებს. მონაცემები, რომელსაც ჩვენ უყურებთ, იდეაში ყოველდღიურად ეს არის მართლაც ასობით მონაცემი, რომელსაც ვიყენებთ უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს რიგების მართვა, ნაკადების მართვა, ასევე კლინიკური პარამეტრები, მაგალითად, საწოლფონდის დატვირთვიანობა, რამდენად ეფექტიანად ვახდენთ პაციენტების დროულ მიღებას და კლინიკიდან გაწერას და ასე შემდეგ. ბოლოსთვის მოვიტანო ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან რეალურად კავკასიის მედიცინის ცენტრს, ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც მართლაც 24 საათიან რეჟიმში თავდაუზოგავად მუშაობენ და შრომობენ და აქედან მათ მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო. რომ შევაჯამოთ თქვენი შეკითხვა, ეს არის ერთობლიობა ტექნოლოგიების, სტანდარტების და ადამიანების, რაც საბოლოო ჯამში მიმართული არის პაციენტის უკეთესი სამედიცინო გამოცდილების შესაქმნელად. მადლობა. დიდი მადლობა და ბაზონ სულხანთან მინდა ასეთი კითხვა, ბაზონ სულხან თქვენ ბრძანდებით ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი კარდიოქირურგი ჩვენთან და არა მარტო ჩვენთან და მაგრამ ახლა როგორც არა კარდიოქირურგს ისე გეკითხებით როგორც CMC-ის კლინიკურ დირექტორსა და სამედიცინო დარგში დირექტორის მოადგილეს.
აქტიურად ინერგება პრევენციული მედიცინის, პროფილაქტიკური მედიცინის მიდგომები ცენტრში ყველა მიმართულებით და ეს მთლიანად ჰოლისტიკური მიდგომა იქნა ნახსენები. რაში გამოიხატება ეს, რომ აგვეცნათ უფრო და განსაკუთრებით მოსახლეობას აუხსნათ. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ ყველა ვიცით, რამდენად ძვირადღირებული არის ჯანდაცვა მთელ მსოფლიოში, ყველა განვითარებულ ქვეყანაშიც რა თანხები ხარჯება პაციენტის გამოჯანმრთელებისთვის და მისი ცხოვრების ხარისხის დაბრუნებისთვის. ყველა მონაცემებია 12 ტრილიონი. კი ბატონო. და როდესაც პაციენტი ასე ბრჭყალებში თქვა ადამიანი მოდის პირველ ეტაპზე, როდესაც არაფერი არ აწუხებს და პრევენციისთვის იკეთებს კვლევებს, იკეთებს ანალიზებს, თუ გენეტიკური დატვირთულობა აქვს, წინასწარ ახდენს ამაზე რეაგირებას, რასაკვირველია ის აღმოჩენებული შემთხვევით პრობლემა ბევრად მარტივად მოგვარებადია პაციენტისთვისაც, ჩარევის თვალსაზრისითაც და დანახარჯითაც. და აქედან გამომდინარე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივიტანოთ ყველა მოსახლეობის ნებისმიერ წევამდე, რომ ეს ყველამ გაიაზროს, რომ მათი ხვალინდელი დღისთვის, მათი ჯანმრთელობისთვის და მათი ცხოვრების ხარისხის შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია ეს პირველადი პრევენცია. ყველასთვის ხელმისაწვდომია დღევანდელ ჯანდაცვის პირობებში და რა ვიცი ეს ჩვენი კლინიკის ერთ-ერთი ისეთი ოქროს სტანდარტია, როგორ მოვემსახუროთ პირველადი პრევენციის თვალსაზრისით ჩვენ მოსახლეობას და ჩვენ პაციენტებს. რომ ასე ვთქვათ, იმ 30 თუ 35 რამდენიც არის თქვენთან შიდა ცენტრი მიმართულებები, ასე ვთქვათ, ყველგან ამ პრევენციულ კომპონენტს აქვს ძალიან დიდი დატვირთვა და მნიშვნელობა და ეს ვითარდება. კი ბატონო, არის სახელმწიფო პროგრამებიც, რომელიც არის უფასო განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფებისთვის და ჩვენ ყველა პროგრამაში ვართ ჩართული და აქედან გამომდინარე კერძო სადაზღვევებით მოგყვებიან ამ საქმეში. ნაკლებად, მაგრამ იმედია ყველაფერი უკეთესად იქნება მაგ მხრიდანაც. მულტიდისციპლინურ ამ კონსილიუმის მიდგომებზე მეტად მინდა გია თქვენგან მოვისმინოთ, იმიტომ რომ საერთაშორისო სტანდარტებითაც საკმაოდ მნიშვნელოვანი არის კონსილიუმის ჩართულობა, როდესაც მithumetes საუბარი არის რთული კლინიკური შემთხვევების დროს, ხო? ამ შემთხვევაში რა ეფექტურ შედეგზე გადის კავკასიის მედიცინის ცენტრი, როდესაც აი ასეთ მიდგომას ირჩევს? ზოგადად მულტიდისციპლინური მიდგომა ეს არის მტკიცებულებას და დაფუძნებული მედიცინის გაგრძელება. ამერიკელებს აქვს გამონათქვამეს ესეთ კონსილიუმებზე საერთო აგრეგატი წლოვანების, ანუ თუ 5 სპეციალისტია და 20-30 წელია გამოცდილება, 100-150 წლიან გამოცდილებასთან გაქვს აქ შესაბამისი. აქედან გამომდინარე, ყველა სპეციალობა თავის სეგმენტს ფარავს პაციენტის მიმართულებით, ისე რომ არ დაიგარგოს რაც დიაგნოსტიკის, რაც კურნალობის, რაც გამოსავლის ეფექტურობა. შესაბამისად ეს ერთ-ერთი და ყველაზე აპრობირებული მეთოდია დღევანდელ სამყაროში რთული შემთხვევების მართვის. კონსულტაციები სხვაგანაც ტარდება, მაგრამ ჩვენთან ჩვეულ რიტმში ხდება ხოლმე აი ამ გაერთიანებული კონსილიუმის ჩამოყალიბება, როგორც საქართველოს რეალიებში ეს ალბათ ონკოლოგიური ბორდების სახით იყო თავიდან შექმნილი, ზოგადად აქედან შემოვიდა ეს ფენომენი, მაგრამ ჩვენ გადმოვიტანთ უკვე ჩვეულებრივი პაციენტის, რთული პაციენტის განხილვის შემთხვევაში და ეს ფაქტობრივად ყოველდღიური პრაქტიკის ნაწილია ჩვენთან, როცა პაციენტის შემთხვევაში კონსულტირებული ექიმები ერთ დღეს იღრიბებიან და შესაბამისად ანაწილებენ და ალაგებენ სტრატეგიას პაციენტის კურნალობას. ისევ ბატონ სულხანი მინდა შევაწუხო და ბატონ სულხანი, გასაგებია რომ CMC-ში მაღალი ტექნოლოგიები საკმაოდ განვითარებულია. აი მაინც რომ იცოდეს მოსახლეობამ რა მაღალ ტექნოლოგიური დახმარებები არის ხელმისაწვდომი თქვენთან და რაზე ფიქრობთ კიდევ? უკვე ყველა მიმართულებაში, ნეიროქირურგიაში დაწყებული და თავის ნეირონავიგაციით მაქსიმალურად მოეხა იქ ყველა ხელსაწყო მიკროსკოპით და იმაზე აღარ არის საუბარი. კარდიოქირურგიაში, ჩემ მიმართულებაში და კარდიოლოგიაში, რითმოლოგიაში ყველანაირი მიღწევები რაც არის, ყველაფერი არის ჩვენ კლინიკაში. ეხლა ვალვითარებთ ტავის მიმართულებას, რაც შეეხება
ტრანსპლანტაციას. ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურია ჩვენს რეალობაში, როგორც თითქმის ტრანსპლანტაცია, ასევე ღვიძლის ტრანსპლანტაცია, მიდის მოლაპარაკება ჩვენ უცხოელ კოლეგებთან. ის ბედნიერება გაგვაჩნია, რომ ადგილობრივი სტაფი გვყავს, რომელიც ამ სერვისს უზრუნველყოფს და შესაბამისად იმ ხარისხით შეასრულებს, როგორც საზღვარგარეთ არის განვითარებულ ქვეყნებში. და კიდე ერთი მიმართულება, რასაც ვნერგავთ, ეს არის რობოტული ქირურგია, რომელიც ძალიან აქტუალურია. რობოტი იქნება თქვენთან? დიახ, რობოტი იქნება, რომელიც ძალიან აქტუალურია უროლოგიაში, გინეკოლოგიაში და ზოგად ქირურგიაში და ნუ ყველა წამყვან კლინიკაში განვითარებულ ქვეყანაში. მე დავამატებ. რამე არის ხოპერიტი როცა მიმართულებასთან დაკავშირებით, ნუ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ თუ ეხლა თქვით ხო, რომ ეს ცენტრების კონცეფცია და ალბათ კავკასიის მედიცინის ცენტრის ყველაზე დიდი სიამაყე არის მისი სტაციონარის ნაწილი. მე გამოვყოფდი რამდენიმე გარდა იმის, რაც ბატონო სუხანმა ახსენა, ჯვრის ტრანსპლანტაცია მაგალითად, რომელიც ფაქტობრივად მე ძალიან მიხარია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან შემცირდა მოსახლეობის ამ სერვისზე წასვლა საქართველოს ფარგლებს გარეთ, იმიტომ რომ სერვისი ძალიან განავითარეს ადგილობრივმა სპეციალისტებმა. ჩვენთანაც დაახლოებით 2 წელია ფუნქციონირებს უკვე ეს ცენტრი და 25 ტრანსპლანტაცია გვაქვს გაკეთებული, საერთოდ 5 ალოგენური ტრანსპლანტაცია და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. რაც მნიშვნელოვანია, რომ მომართვიანობა გვაქვს სხვა ქვეყნებიდან ძალიან მაღალი. რეგიონებიდან, ნუ აზერბაიჯანის, ასომხეთი, ანუ საუბარია უფრო აი ეს ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან მნიშვნელოვანია ძალიან და მე ვფიქრობ, რომ საამაყოა, რომ ჩვენ გვაქვს ენდოვასკულური ცენტრი, რომელიც ინსულტის მართვის თვალსაზრისით არის, რა ვიცი, შეუცვლელი ვიცით და ძალიან მაღალ ტექნოლოგიური ჩარევები კეთდება ამ მიმართულებით და ბატონო სუხანმაც ბრძანა, რომ ნეიროქირურგია კავკასიის მედიცინის ცენტრში კიდე რაღაცა სხვა ლიგაშია გადასული, ნეირონავიგაციით, ტაქსით და ურთულესი ონკონეიროქირურგიული ოპერაციები კეთდება. აუცილებლად უნდა გამოვყო ოფთალმოლოგიური მიმართულება, იმიტომ რომ ალბათ ერთ-ერთი ქვეყანაში ყველაზე კომპლექსური, სრულყოფილი და ესეთი ჩამოყალიბებული სერვისია, რომელიც აი ზუსტად თუ ვამბობთ პრევენციის ნაწილს, ვამბობთ რაღაცა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, ყველა კომპონენტი მუშაობს. არა მხოლოდ მარტო კატარაქტა პირობითად და რაღაცა ბადურის პრობლემების მკურნალობა, ხო? და სადაც ასევე წამყვანი სპეციალისტები არიან. ჩვენი ყველა ქირურგი, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო დონის ქირურგები არიან და ნამდვილად აღიარებულები არიან. ზუსტად ამიტომ მივედით ჩვენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ რობოტული ქირურგია განგვევითარებს. კავკასიის მედიცინის ცენტრი ქირურგიული ჰაბი ნამდვილად არის და ზუსტად ის მიმართულებები, რაც ბატონმა სუხანმა ბრძანა, უროლოგია, ზოგადი ქირურგია, გინეკოლოგია იმ მასშტაბით არის, რომ ნამდვილად ღირს, რომ ეს მიმართულება განვითარდეს. დიდი ინვესტიცია. ხო, მედიცინის ცენტრში. ნუ კარდიოქირურგიაზე რა თქმა უნდა, არაფერს არ ვამბობ, ბატონი სუხანი აქ არის და ყველას მოეხსენება, რომ ამ მიმართულებითაც ძალიან მაღალ ტექნოლოგიურ ჩარევებს ვახორციელებთ. გადაუდებელი დახმარებაც ახსენეთ, სოფო და ესეც ის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის, როდესაც გადაუდებელი დახმარებით ინტეგრაცია ხდება ერთ სივრცეში. შესაბამისად, ამ ნაწილში ეგრეთ წოდებული ER მოდელი როგორ მუშაობს, ეს emergency room-ის წილი რა არის კავკასიის მედიცინის ცენტრში. რო წარმოვიდგინეთ, ეს არის ჰოსპიტალში. იმიტომ რომ ხდება პირველ ხაზზე პაციენტის მიღება, სტაბილიზაცია და შემდეგ გადაყვანა. ისაც ჩვენ თქვით წინაზე, რომ კონსულიუმის ფორმატი აქაც მუშაობს. მთელი სპექტრი სპეციალობების, რომელიც კავკასიის მედიცინის ცენტრს ყავს და გააჩნია იარეს ექიმის ხელმისაწვდომია 7-24-ზე, ანუ ყოველთვის შესაბამისად პაციენტის დროული ნახვა, მკურნალობა, დიაგნოზირება და გადაყვანა დაუყოვნებლივ ხდება მაღალი სპეციალობის სპეციალისტების, მაღალი კომპეტენციის სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ, ისე რომ მოდელი ფაქტიურად მისდევს იმას, რაც საერთაშორისო აკრედიტირებული მოდელი არის.
ჩვენი საუბრის შემდეგი ნაწილი მინდა დავუთმოთ უფრო მეტად აი აკრედიტაციას იმ სტანდარტს, უпростоრად ჯანდაცვაში სტანდარტს, რაც განსაზღვრავს, ხო? JCI ვახსენეთ არაერთხელ საუბრისას. თუმცა იქამდე კიდევ ერთი სიუჟეტი მინდა ჩვენს მაყურებლებს შევთავაზოთ, სადაც ვუზიარებთ, რომელიც კავკასიის მედიცინის ცენტრში კლინიკურ ხარისხს, უფრო მეტად პაციენტის მომსახურების სერვისებს და თანამედროვე ინფრასტრუქტურას ეხება. საზოგადოება ახლა იხილავს თუ როგორ უზრუნველყოფს კლინიკა მკურნალობის მაღალ სტანდარტს. რა მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში პაციენტზე ორიენტირებულ სერვისს და როგორ ქმნის თანამედროვე ტექნოლოგიურად აღჭურვილი გარემო კომფორტულ და უსაფრთხო სივრცეს თითოეული პაციენტისათვის. ჩვენი სტუმრები ამ დროის განმავლობაში სტუდიაში რჩებიან ჩვენთან ერთად და სიუჟეტის დასრულების შემდეგ უკვე საუბარს გავაგრძელებთ მათთან ერთად უფრო დეტალურად შევეხებით ხარისხის მართვას, სერვისების განვითარებას და იმ სტანდარტებს, რომლებიც დღეს ქართულ ჯანდაცვაში არის მნიშვნელოვანი. გადაუდებელი მედიცინის ცენტრი. ეს ის ადგილია, სადაც ურთულესი სამედიცინო შემთხვევების მართვა იწყება. როცა წამზომი ჩართულია და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, გადარჩენა არა იყბალზე, არამედ გამართულ უშეცდომო სისტემაზეა დამოკიდებული. ერთი შეხედვით ეს სივრცე ემოციებით არის სავსე, თუმცა რეალურად აქ სრული კოორდინაცია და ცივი გონება მოქმედებს. იმისთვის, რომ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს ჰოსპიტალის სხურბლზე სათანადო მზადყოფნა დახვდეს. კავკასიის მედიცინის ცენტრში ყოველდღიურად ასობით პროფესიონალი, ექიმები, ექთნები თუ მომსახურების სპეციალისტები ერთ ცოცხალ ორგანიზმად იკვრება. იმ ძლავრ მექანიზმად, სადაც თითოეული წამი ადამიანის სიცოცხლის სასარგებლოდ მუშაობს. ყველა პაციენტი შემოდის გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში, ხდება მათი დიაგნოსტირება, იქვე ეწყება მკურნალობის პროცესი, სტაბილიზაცია ქვია ამ პროცესს და შემდეგ მიიღება გადაწყვეტილების, ვინ ეწერება სახლში და ვინ თავსდება შემდეგ სტაციონარში. ლიმიტირებული დროის მონაკვეთში უნდა მოიღოს სწორი და ეფექტური გადაწყვეტილება. ამიტომ ეს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს გადაუდებელი მედიცინის ექიმს და აი ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია უწყვეტი განვითარება. და ჩვენ ამაზე ყოველთვის ზრუნავთ. ჩვენ გვაქვს გამართული რეფერირების სისტემა, რაც გულისხმობს პაციენტების გადმოყვანას როგორც რეგიონების ჰოსპიტალებიდან, ასევე ადგილობრივი მონოპროფილური კლინიკებიდან. ხდება პაციენტზე ინფორმაციის გასცვლა, მოძიება წინასწარ, რის შემდეგაც უკვე მობილიზდება მულტიდისციპლინარული გუნდი, რომელიც შემდგომ დახვდება პაციენტს ჩვენს ჰოსპიტალში და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტირების შემდგომ უკვე ისახება გეგმა პაციენტის მკურნალობის. გეოგრაფიული საზღვრების მოშლა და მულტიდისციპლინური გუნდის დახვედრა მხოლოდ პირველი ნაბიჯია. სიცოცხლის გადარჩენის მთავარი საყრდენი პაციენტის უსაფრთხოების უკომპრომისო სტანდარტია, განსაკუთრებით საოპერაციო ბლოკში. აქ რისკების მართვა მხოლოდ ქირურგის პროფესიონალიზმს არ ეყრდნობა. გადარჩენის პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი ანესთეზიოლოგიურ გუნდსა და აპარატურულ საობას ეკისრება. ანესთეზიის კომპონენტში, იმიტომ რომ პაციენტის უსაფრთხოება იყოს დაცული და იყოს მაღალ დონეზე, ძალიან ბევრი რამ შედის. დაწყებული წინა საოპერაციო პაციენტის იდენტიფიკაციიდან, რომელიც კიდევ ერთხელ ანესთეზიოლოგიური გუნდის მიერ თავიდან არის გასული, ასევე პაციენტის წინა საოპერაციო მომზადებას, მის შესაბამისობას ოპერაციისთვის და ანესთეზიისთვის პაციენტისგან ინფორმაცია მიიღება აპარატურით და ფიზიოლოგიური პროცესები წარიმართება აპარატურის ხარდაჭერით. შესაბამისად, თითოეული აპარატურის შესაბამისობაში ყოფნას ამ პროცესისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ტექნოლოგიური და აპარატურული სიზუსტე ის საყრდენია, რომელზეც თანამედროვე ქირურგია შენდება. ნებისმიერ სამედიცინო ჩარევაში, იქნება ეს ნეიროქირურგია თუ სხვა მიმართულება, ადამიანის ცხოვრების ხარისხს ხშირად მილიმეტრები წყვეტს. სწორედ ამიტომ ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების კოლოსალურ გამოცდილებას სამედიცინო ცენტრში ზურგს ულტრათანამედროვე 3D სანავიგაციო სისტემები უმაგრებს. ნავიგაცია ქირურგს ეხმარება, რომ მისი ჩარევები იყოს უფრო ზედმიწევნად ზუსტი, უსაფრთხო. ეს უკვე დიდი ხანი არის, ასე ვთქვათ, საერთაშორისო პრაქტიკაში უკვე დანერგილია და ჩვენი კლინიკის სასახელოდ უნდა იქნას, რომ ამ ტექნოლოგიები ჩვენ უკვე 1 წელიწადზე მეტი არის აქტიურად ვიყენებთ. ჩვენი ნეიროქირურგიული, ასე ვთქვათ, სერვისი ამით არის გამორჩეული, რომ პათოლოგიების დაფარვის კუთხით, ხო?
მსგავსი სირთულის და მსგავსი მრავალფეროვნების ნეიროქირურგიული ჩარევები გადაჭერბების გარდა შეიძლება ითქვას, რომ არც სხვა კლინიკაში არ ტარდება. ტექნოლოგიური ევოლუცია სამედიცინო ცენტრის ყველა ქირურგიულ მიმართულებას მოიცავს, თუმცა ზოგად ქირურგიაში უახლესი აპარატურით ჩატარებული ურთულესი ოპერაციების წარმატებას მხოლოდ საოპერაციო მაგიდასთან არ წყვეტენ. როგორც ამბობენ, აქ უმთავრესი პრიორიტეტი რისკების სრული პრევენცია და პაციენტის უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევას წინ უძღვის მულტიდისციპლინური გუნდის, კარდიოლოგების, თერაპევტებისა და სხვა სპეციალისტების დეტალური კონსილიუმი. ყველა სისტემა უნდა იქნეს გამოკვლეული. გულსიზართა სისტემა, სასუნთქის სისტემა უნდა იქნეს გამოკვლევის, შეფასდეს უნდა თანხლები დაავადებები რა გააჩნია პაციენტს და იმის შესაბამისი ექიმი ამზადებს პაციენტს, რისკებს მაქსიმალურად უმცირებს და მერე კეთდება ოპერაცია. ჩვენს კლინიკაში არის ყველა ტექნოლოგია იმისთვის, რომ მაღალტექნოლოგიური ოპერაციები რო ვაკეთოთ. გადასტურდა ავტვისებიანობა მისი ხარისხის, მაგრამ სიმსივნე არის სრულყოფილად გამოღებული. ემერჯენსიდან დაწყებული ურთულესი ქირურგიით დასრულებული ამ მასშტაბურ მექანიზმს ერთი რკინისებრი სისტემა კრავს. ეს კლინიკური ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების მართვა 2 წლის წინ კავკასიის მედიცინის ცენტრმა უმაღლესი საერთაშორისო აკრედიტაცია JCI-ის ოქროს ბეჭედი მიიღო. სტატუსი, რომლის უკან 1000-მდე თანამშრომლის უდიდესი ძალისხმევა და მსოფლიოში ყველაზე მკაცრი 1200-მდე სტანდარტის სრულყოფილი დანერგვა დგას. JCI მოთხოვნების თანახმად პაციენტის დამატებითი საკონტროლო მექანიზმები ჩართულია პაციენტის მიღებიდან პაციენტის გაწერის ჩათვლით. თითოეული ჩარევის ოპერაციის წინ, თითოეული პროცედურის წინ მთლიანი გუნდი, ვინც ჩართული არის პროცედურაში, ჩერდება, ასრულებს ქირურგიული უსაფრთხოების ჩეკლისტს. უსაფრთხოების ეს გლობალური ენა რეგიონის ერთ-ერთ მოწინავე ჰოსპიტალში ყოველდღიური რუტინაა. უეცარი გართულებებისას წამებში ირთვება ეგრეთ წოდებული ბლუ-კოდი და სამედიცინო გუნდი უშეცდომო კოორდინაციით მოქმედებს. მედიკამენტების ადმინისტრირება კი სრულად ცენტრალიზებული კლინიკური ფარმაციითა და პნევმოფოსტის სისტემით ხორციელდება, სადაც თითოეული დანიშნულება ექიმის, ექთნისა და ფარმაცევტის დამატებით ფილტრს გადის. სისტემის მუდმივ განვითარებაზე 14 სხვადასხვა დარგის კომიტეტი სრულდავს. გუნდები არ იკრებებიან მხოლოდ ფორმალობისთვის, ზიარდება სხვადასხვა სახის შემთხვევები, პაციენტის კმაყოფილება, გაუმჯობესებები და ამის მეშვეობით კომიტეტები იღებენ გადაწყვეტილებას. ეს არ რჩება თეორიად, პრაქტიკაში გადაგვაქვს, ვაზიარებთ გუნდებთან, რაც ზრდის ღიაობას, რაც თავარია ეს აჩვენებს, რომ ჰოსპიტალი რეგულარულად მუშაობს საკუთარ გამოცდილებაზე და აუმჯობესებს მაგას. ყველა საერთაშორისო აღიარების ულტრათანამედროვე ტექნოლოგიისა თუ დაწერილი პროტოკოლის მთავარი მიზანი ერთი და უცვლელია: ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ეს არის მისია, რომლისთვისაც კავკასიის მედიცინის ცენტრის გუნდი ყოველდღიურად ერთიანდება. როგორც აღნიშნავენ, ასობით პროფესიონალის კოორდინირებული თავდაუზოგავი შრომა ქმნის იმ შეკრულ ერთიან სისტემას, რომელიც ჰოსპიტალს პაციენტის ჯანმრთელობის ყველაზე ძლიერ და საიმედო თანამგზავრად აქცევს. სივრცეც სადაც ჯანდაცვის უმაღლესი სტანდარტები პირდაპირ გადარჩენილ მომავალში ითარგმნება. ბატონ გიასთან გავაგზავნებ კითხვით, ამ აკრედიტაცია JCI-ის სტანდარტმა რა შეცვალა კლინიკაში? დავიწყეთ იქიდან, რომ შეიცვალა კულტურა, კარგი გაგებით ამ სიტყვის, პაციენტთან და ზოგადად მიდგომა პაციენტის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. JCI ძირითადად ფიგურირებს პაციენტების უსაფრთხოებას, კომპეტენციაზე, დროულ მიდგომაზე, ეფექტიანობაზე, გამოსავალზე. და აქედან გამომდინარე, ამ კულტურის შემოტანამ შემოიტანა ინსტიტუციონალური გაგება სამედიცინო დაწესებულებაში. ანუ ეს აღარ არის ჰოსპიტალი, სადაც ცალკეული განყოფილებული ავტონომიურად არსებობს. ეს არის, როგორც რამდენჯერმე ვთქვით, ეს არის ერთი დიდი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც საერთოდ მომართული არის კარის დაკეტონე პაციენტის უსაფრთხოებაზე, კვალიფიციური მოხმარებასა და აღსტავარი არის მტკიცებულებაზე დაყრდნობილ მედიცინას. რამდენი ხანი ემზადებოდით და რამდენი ხანი გაგრძელდა თვითონ პროცესი დაახლოებით? პროცესისთვის დაახლოებით 1 წელიწადში გვინდოდა თავის სიმართლე გითხრათ. ო, საფრთხე. მაგრამ მე ცოტა გაგვაგრილა რეალობა, 2 წელი გამოგვირა დაახლოებით 2 წლამდე დაგჭირდა, რომ ეს სული მოგვედ დიდი სიმართლე გითხრათ, დიდი ნაწილი წაიღო ინფრასტრუქტურის შესაბამისობაში მოყვანა და მნიშვნელოვანი იყო, როგორც უსაფრთხოება პაციენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ესეთი მინიმალური რაღაცები, რაც ადრე არც
ფიქრობთ ხოლმე, მაგრამ გაწერილი არის. ზოგადად ამ სტანდარტის იდეა იმაში არის, გამოდის დაახლოებით თვითმფრინავის წინაფრენის წინ რო გადის თვითმფრინავის ჩეკს რო გადის აქ კონტინგენტი, ყველაფერი რო უნდა მოინიშნოს და მე გაფრინდება. დაახლოებით ამ ლოგიკა ეგ არის უკან რა. და თქვენში და მონიტორინგს აწარმოებთ მოდივად ხო? რა თქმა უნდა, მეტიც თვითონ JCM შეცვალა ახლა უკვე კანონმდებლობა და ექსპრესში ერთხელ მე პირველი აკრედიტაციის მე, როცა მეორეს აიღებ, ექსპრესში ერთხელ ვიდეო მონიტორინგს გიტარებენ, ანუ გამოსტას გიტარებენ ექსპრესში ერთხელ. ანუ სუფორმაში უნდა იყოს ხო, დავამატებ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთს, რომ ყველა სამსახურს აქ თავისი განსაზღვრული ჯერადობით შემოწმების ეგრეთ წოდებული რაღაცა კითხვარები, რომელსაც ყოველდღიურად ყველა დეპარტამენტში და ყველა სივრცეში ახორციელებენ. თვეში ერთხელ არის ჩამოყალიბებული კომიტეტები, რომლებიც იკრიბებიან და კომიტეტებში არ ჩავთვალოთ, რომ მარტო ერთი მიმართულება იკრიბება. მთელი ჰოსპიტალის ლიდერშიპი უსმენს აი ამ შედეგებს და შედეგებზე დაფუძნებულ სამოქმედო გეგმას და ყველაა ჩართული. ეს ავითარებს იმ ხარისხის კულტურას, რასაც აი ამ აკრედიტაციებს ოღონდ წლების განმავლობაში მივყავთ. მე არ დამოიწყდება ჩვენთან აკრედიტორები რო იყო ჩამოსული, ერთ-ერთი იყო აკრედიტორი აი საოპერაციოს მიმართულებით, თვითონ 50 წელი ნამუშევარი ჰოსპიტალურ მენეჯმენტში და მათ შორის დირექტორი იყო და რო ავიღეთ აკრედიტაცია მითხარ რომ ეს მხოლოდ დასაწყისია ხარისხის კულტურის ჩამოყალიბება სჭირდება წლები. ხო, ნუ ეხლა მე ასაკით ბევრად უფროსი ვარ თქვენზე და მე მახსოვს საბჭოთა ჯანდაცვის სისტემაში მე როცა აქტიური ექიმი ვიყავი თვითონ რაღაც მსგავსი იმ დროსაც არსებობდა, მაგრამ ეს ყველაფერი აი ბაზონ მაგია მახსენა კულტურა ინერგება ამითი ხომ და რაც ეხლა ეს ხო მაშინაც იყო რომ რაღაცებზე ეს უნდა დაგესვა მაგრამ ეს ფორმალურ ხასიათს ატარებს. თუ ეს ახლა რეალურად ხდება, აი რასაც ბატონი სოფო ამბობს, რომ პოლიტიკურად ეს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ეს კულტურა ინერგება ქვეყანაში, ნიშნავს, რომ სამედიცინო დახმარების ხარისხი სერიოზულად გაიზრდება და ამიტომ არის, რომ CMC ერთ-ერთი წარმატებული დაწესებულებაა. თუმცა პრაქტიკაში როგორ გამოისახება აი ამ პროცესების მუდმივი გაუმჯობესება? ერთია ოქროს ხარისხის სტანდარტს აკმაყოფილებდე, თუმცა მეორე არის მისი შენარჩუნება. ამ შემთხვევაში პრაქტიკაში ყოველდღიურობა როგორია? როგორც აღნიშნა ქალბატონმა სოფომ, არის კომიტეტები, რომელიც პერიოდულად ხდება ამ კომიტეტების ჩატარება, ყავს ხარისხის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც უზრუნველყოფს ამ კომიტეტების ჩატარებას, ხდება მიმდინარე პროცესების განხილვა, სად არის პრობლემა, რა არის გასაუმჯობესებელი და მე უკვე შემდეგი კომიტეტისთვის ეს დასახული რაც იქნება გეგმები, იმის განხორციელება, განსაზღვრა და მე უკვე შემდეგ კომიტეტზე ამ შესრულებულის განხილვა ხდება და ანუ მუდმივი მონიტორინგია, მუდმივ ასე ვთქვათ мотиваციაშია ყველა რგოლი და ამ ხრივ ხდება ამის შენარჩუნება. მადლობა ბატონ სუხან და ბატონ კახასთან ხარისხზე ლაპარაკობთ ახლა და როგორ ზომავთ ამ ხარისხს თქვენთან, რომ მიაღწიეთ იმას, რაც დასახული გაქვთ. ხო, ზოგადად ჩვენეთ შემდგომ. ზოგადად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანუ აი კოლეგებმა რაც ისაუბრეს უკვე კონკრეტული პარამეტრების მონიტორინგზე, ეს საბოლოო ჯამში ავსახოთ როგორც პაციენტის კმაყოფილება. შესაბამისად, ჩვენ ამ ნაწილში ძალიან აქტიურად მუშაობთ, პრინციპში მუდმივად. გვაქვს გარკვეული კვლევები, რომელიც ტარდება. შესაბამისად, ამ კვლევებისგან მიღებულ შედეგებს მე ბუნებრივია ვაანალიზებთ და აქედან გამომდინარე ვიღებთ უკვე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, თუ რა მოსწონთ ჩვენს პაციენტებს, ან რის გაუმჯობესებას გვთხოვენ დამატებით. ამ ნაწილში რაც შემიძლია კიდევ დავამატო არის ის, რომ ზოგადად ეს სერვისის შეფასების პარამეტრები და ქულები, რომლებიც ამ კვლევებში ამოდის, ინტეგრირებული გვაქვს ჩვენივე თანამშრომლების საბოლოო ჯამში შეფასების სისტემასთან, იმიტომ რომ თუ პაციენტი საბოლოო ჯამში არ დარჩა კმაყოფილი, სხვა ნებისმიერი სერვისი რაც ჩვენთან მიღებული იქნა, ის უკვე შესაბამისი ხარისხის ფაქტია, რომ ვერ იყო. აქედან გამომდინარე, რომ შევაჯამოთ, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამ პარამეტრების მუდმივ მონიტორინგზე და საბოლოო ჯამში სერვისის გაუმჯობესებაზე. მადლობა. სოფო შეჯამებისკენ თქვენით დავასრულოთ ხედვა, რომელიც დღეს კავკასიის მედიცინის ცენტრს აქვს სამომავლოდ, თუმცა ხედვამდე მინდა ძალიან მოკლედ იმ გზაზეც, იმ პრინციპებზე ვისაუბროთ, რითაც დღემდე მოვიდა CMC.
ხო, პირველ რიგში რაღაც საკითხებს რასაც არ შევეხეთ, ალბათ არ მიწყენთ, რომ იმ საკითხებს შევეხოთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ხედვაზე და მომავალზე რო ვსაუბრობთ, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაზეც ვისაუბროთ, მედიცინაში შეტანილი წვლილისთვის და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ეს ჰაბი არის ძალიან დიდი სასწავლო ბაზა. და რაც ძალიან მიამაყება. დღეს კავკასიის მედიცინის ცენტრში 16 სარეზიდენტო პროგრამა მუშაობს, 41 რეზიდენტი დაასრულა შარშან და ყოველწლიურად, ანუ ფაქტობრივად აი ეს რაც არის კარიერული განვითარების გზა, კავკასიის მედიცინის ცენტრში მოხვედრილ ადამიანს მარტივად შეუძლია ეს გზა მედიცინაში გაიკვალოს და მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენ აი ეს მყარი ფუნდამენტი შევქმნით და ხედვის ნაწილში ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საომავლოდ კავკასიის მედიცინის ცენტრი საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი გახდება. ასევე საუნივერსიტეტო ნაწილში ჩვენ დღეს 1500-მდე სტუდენტს ვღებულობთ ყოველწლიურად და წლიდან წლამდე ეს დაინტერესება იზრდება და საბედნიეროდ ჩვენ პაციენტების რაოდენობა გვაძლევს საშუალებას, რომ ბევრი სტუდენტის გატარება მოვახდინოთ და ის სპეციალისტების მრავალფეროვნება უკვე აი ყველა მიმართულებით მოდულების გადაფარვის საშუალებას გვაძლევს. ამიტომ კავკასიის მედიცინის ცენტრი როგორც სასწავლო ჰაბი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შედგა. კლინიკურ კვლევებში ჩვენ საკმაოდ ბოლო წელიწად ნახევრის 2 წლის განმავლობაში საკმაოდ უკვე ესე რომ ვთქვათ კარგი საკვლევი ცენტრის სახელი მოვიპოვეთ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ მანს ხარისხობრივი საუნივერსიტეტო ჰოსპიტალზე თუ გაქვთ პრეტენზია, ეს კომპონენტი აუცილებელია. კი, ჩვენ ძალიან კარგი ონკოლოგიური დეპარტამენტი გვაქვს და იცით თქვენ რომ აი ონკოლოგიაში განსაკუთრებით აქტუალურია კლინიკური კვლევების ნაწილი და აი ეს ყველა სტანდარტი და პარამეტრი და ჩვენ სხვათა შორის რეაკრედიტაციის დროს უკვე კლინიკური კვლევების მიმართულებისაც JCI-ს ცალკე აქვს ეს თავი კლინიკური კვლევების აკრედიტაციის დეპარტამენტის, ამას გავაკეთებთ და ვფიქრობთ, რომ მაგ მიმართულებით რეალურად ძალიან წინ გადავდგით ნაბიჯები. ხედვების ნაწილში რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩვენ გაფართოება გაზრდისკენ ვართ ორიენტირებული, იმიტომ რომ როცა ესეთი მოდელი უკვე გაქვს, მხოლოდ სიკეთის მომტანია თუ ამას გაშლი და განავრცობ. პირველი უდიდესი პროექტი, რომელიც ახლა მომავალში გვაქვს, ეს არის ონკოლოგიური ცენტრის შექმნა, რომელიც იქნება აბსოლუტურად ერთიანი ცენტრი, სადაც პაციენტს საშუალება ექნება ყველა სერვისი სივრციდან გაუსვლელად. ჩვენ ახლა გვაქვს ონკოლოგიური დეპარტამენტი, რომელიც მხოლოდ ამბულატორიულ სერვისს თავაზობს და ქირურგიების კუთხით გვაქვს ყველა ონკოქირურგიული მიმართულება, რადიაციული თერაპია, რომელიც და ეგრეთ წოდებული პეტკა და დიაგნოსტიკური მიმართულება, რომელსაც ჩვენ გავაფართოვებთ. სამედიცინო ტურიზმი, რომელშიც უკვე აკრედიტაციასთან ერთად ეს თვითონ მოიტანა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საელჩო, ბევრი ორგანიზაცია პირდაპირ ინტერესდება და აქვთ მომართვიანობა და აქ ჩვენ გვინდა რომ და ვართ უკვე გვაქვს გარკვეული პლატფორმა შექმნილი, ვიყოთ პროაქტიულები, იმიტომ რომ განსაკუთრებით აღმოსავლეთ ქვეყნებში, სადაც მოწოდება ჩამორჩება მოთხოვნას, ჩვენ დასასახელებლად მათთვის ვასოცირდებით ევროპულ მედიცინასთან და მათ აქვს ძალიან დიდი საჭიროება მყარი პარტნიორების ყოლის, სადაც გადაამზადებენ თავის კადრებს და მეორეს მხრივ პაციენტებსაც დაარეფერირებენ და ამ თვალსაზრისით გვინდა რომ ჰაბად სამედიცინო ტურიზმის ჰაბად ჩამოყალიბდეს კავკასიის მედიცინის ცენტრი, რის საშუალებასაც მისი აი ეს კმაყოფილი პაციენტები და გამოცდილება აძლევს. და რა თქმა უნდა, სერვისული მიმართულებით თუ კი რამე მედიცინაში განვითარებადი დარგია. დღეს რო ვლაპარაკობთ რაღაც კონკრეტულზე, ხვალ უკვე სხვა რამე აქტუალური და ჩვენი მაქსიმალური ორიენტირია ვიყოთ მოქნილები და ვიყოთ ყოველთვის წინ ერთი ნაბიჯით. დიდი მადლობა და წარმატებები. დიდი მადლობა და წარმატებები. მადლობა.